მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 34. სქემაზე ნაჩვენები 2 C ტევადობის კონდენსატორი დამუხტულია U ძაბვამდეო, C ტევადობის კონდენსატორი კი განმუხტულია. რის ტოლი გახდება ძაბვა C ტევადობის კონდენსატორზე კაჩამთველი ჩართვის შემდეგო. კარგით, მოდით ახლა ეს სურათი გავადიდოთ. ასე და ორი შემთხვევის განხილვა მოგვიწევს, ამიტომ აქ მეორეც მივახატოთ ასე. ესე იგი, ეს არის სიტუაცია კაჩამთველის ჩართვამდე და მეორე შემთხვევაში ეს კაჩამთველი ჩავთვით, მოდით და ორივე განვიხილოთ. ეხლა მოდით ახლა 2C-ს დავარქვათ პირობითად ეს იყოს C1 და ეს იყოს C2. ეხლა კაჩამთველის ჩართვამდე მუხტი Q1 პირველ ამ კონდენსატორში დაგროვებული მუხტი რის ტოლი იქნება? ეს ტოლი იქნება Q1 ტოლი იქნება C1 უსი, ხო? ეს კი ტოლი გამოგდის, C1 არის 2C, 2C უსი. ხოლო მეორე კონდენსატორში ჯერ მუხტი არ გვაქვს, ხო? ნულის ტოლი არის. რადგანაც გვეუბნებიან, რომ C ტევადობის კონდენსატორი განმუხტულია, შესაბამისად პირველ საწყის მომენტ ჩართვამდე Q2 ნულის ტოლია. და აქედან Q სრულისთვის რას მივიღებთ? Q სრული ტოლი იქნება Q1 პლუს Q2 და ეს ტოლი იქნება Q1 არის 2C-უ, ამას კიდე ემატება Q2, რომელიც 0 არის. აჰა, პირველ შემთხვევაში სრული მუხტი 2C-უ გამოგვივიდა. ეხლა ეს პირველი შემთხვევა იყო. ეხლა გადავიდეთ მეორე შემთხვევაზე. მეორე შემთხვევაში რა გვაქვს? მეორე შემთხვევაში Q1 უკვე გადანაწილდებოდა, ხო, ეს მუხტები. პირველში მოაკვდებოდა, მეორეში გაიზრდებოდა, შესაბამისად Q1 პრიმი ტოლი გახდებოდა C1 ჯერ მოდი ძაბოს დავარქვათ U პრიმი, ხოლო Q2 პრიმი ტოლი გახდებოდა C1 ხო, C2 U პრიმი. ახლა ერთი მომენტს მივაქციოთ ახლა ჩვენ ყურადღება, ხო? რა მოხდა ჩამთველის ჩართვის შემდეგ? ჩართვის შემდეგ ზედა ფირსპიტები ერთმანეთთანაა შეერთებული, ქვედებიც ერთმანეთთან, ხო? ეს კი რას ნიშნავს, რომ ორივე კონდენსატორის ბოლოებს შორის პოტენციალთა სხვაობა ერთნაირია. და უპრიმის ტოლი არის, ანუ ძაბვები გათანაბრდა, ანუ U1 პრიმი და U2 პრიმი უნდა დაგვეწერა აქ, მაგრამ ესენი ერთმანეთის ტოლია და ეს გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში ჩამთველის ჩართვის შემდეგ და აქედან რას მივიღეთ? აქედან გამოგვივა ჩვენ რომ Q სრული ტოლი იქნება Q1 პრიმს პლუს Q2 პრიმი, ეს ტოლი იქნება Q1 პრიმი არის C1, ანუ 2C U პრიმი, აი ეს გადავწერეთ და C1-ის მაგივრად აი ეს მნიშვნელობა შევიტანეთ. დამატებული Q2 არის C2 U პრიმი, C2 არის C, დავწეროთ C, U პრიმი. ეს კი ტოლი იქნება, ეხლა მუხტი გვენახება, სრული მუხტი უნდა შეგვენახოს, არსად არ წავიდო და ბრალად გადანაწილდებოდა, შესაბამისად ეს ტოლი გამოგდის Q სრულის, აი ზემოდან რო შევიტანოთ, ესე იგი 2C-ს ტოლი გამოგდის, ხო ეს? აქედან რა გამოგვივა? აქედან გამოგვივა 2C U პრიმს პლუს C U პრიმი არის 3C U პრიმი, ეს ტოლი არის 2C უსი, საიდანაც C-ები შეუკვეცება და საძიებელი ძაბვა ხო, U პრიმი ტოლი გახდება, რის ტოლი გახდება 2U მესამედის. შესაბამისად დავწეროთ კიდევ ერთხელ. U პრიმი ტოლი გამხდარა 2U მესამედის ძაბვა C ტევადობის კონდენსატორზე კაჩამთველის ჩართვის შემდეგ.